ცნობილია, რომ ძველი ათენელებისთვის განათლება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამიტომაც თუ მამაკაცი ჯარისკაცი არ გახდებოდა, შეეძლო არჩევანი ფილოსოფოსობას, პოლიტიკოსობას, მწერლობას, დრამატურგობას, მუსიკოსობას ან მოქანდაკეობას შორის გაეკეთებინა. ამ მოვლენის ფონზე მეტად საინტერესოა, როგორი იყო ბერძენი ბავშვების ცხოვრება და რამდენად გავდა ის დღევანდელი ბავშვების ყოველდღიურობას. ბუნებრივია, ბერძენ ბავშვებსაც უყვარდათ სათამაშოებით გართობა. ამისთვის მათ ჰქონდათ ბურთი, იო-იო, საქანელა ცხენები, თოჯინები და თიხის ცხოველები. ათენში, ისევე როგორც ანტიკური დროის დანარჩენ სამყაროში, გოგონები და ბიჭები განსხვავებულად იზრდებოდნენ. ბიჭები 7 წლის ასაკში სკოლაში შედიოდნენ, ხოლო გოგონები გათხოვებამდე შინ რჩებოდნენ. გოგონების სკოლაში სიარული მიღებული წესი არ იყო, თუმცა ზოგიერთი დედა ქალიშვილს წერა კითხვას, ცეკვას ან რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას სახლში ასწავლიდა. თუმცა უმრავლესობა არ თვლიდა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას ქალის საქმედ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ქალწულის მოვალეობა დედის თუ საშინაო საქმეებში მიხმარება იყო, ან თუნდაც ბაღში მცენარეების მოვა. აუცილებლობად მიიჩნეოდა გოგონების მომავალი ცხოვრებისთვის მომზადება, რაც დედობისთვის მზადებასაც გულისხმობდა. ყველა გოგონას უნდა ესწავლა საშინაო საქმეები, როგორიცაა ქსოვა, ბავშვების აღზრდა და რა თქმა უნდა, კულინარია. ისინი ესწრებოდნენ დაკრძალვის ცერემონიებსაც. იშვიათ შემთხვევაში შეეძლოთ მეზობლებთან სტუმრობაც. როგორც კი 12-13 წლის გახდებოდნენ, რაც სრულწლოვანების ასაკად იყო მიჩნეული, მათ გასათხოვებად ამზადებდნენ. ტრადიციულად 14-15 წლისას უკვე აქორწინებდნენ და ისინი ქმრის სახლში გადადიოდნენ საცხოვრებლად. გათხოვების შემდეგ ათენელი გოგონები ძირითად დროს სახლში ატარებდნენ და მხოლოდ ოჯახის წევრებთან ჰქონდათ კომუნიკაცია. ათენელი ბიჭები კი, როგორც უკვე აღნიშნეთ, სკოლაში 7 წლის ასაკში შედიოდნენ. მათ როლის მაგირობას ცვილის ზედაპირის მქონე მომცრო დაფები უწევდათ. მათი სასკოლო საგნები თითქმის დღევანდელის ანალოგი იყო. მაგალითად, მათემატიკის პროგრამაში შედიოდა წილადების შეკრება, გამოკრება და გამრავლება გაყოფა. ლიტერატურაში ისწავლებოდა წერა, კითხვა და ჰომეროსის პოემები. არსებობდა მუსიკის გაკვეთილებიც, რომლებიც ლირაზე დაკვრეს სწავლებასაც გულისხმობდა. და რა თქმა უნდა, სავალდებულო საქმედ ფიზკულტურა ითვლებოდა. მასში შედიოდა სპორტის სახეობები, მშვილდისა და შურდულის გამოყენებით. იმართებოდა შეჯიბრი ჭიდაობაში, ცურვაში. სპორტის სახეობათა უმეტესობა, რომელშიც ახალგაზრდები ასპარეზობდნენ, დღემდე არსებობს. მაგალითად, ბირთვის კვრა, ასევე ბოლა, თუმცა მანქანების ნაცვლად ეტლებით. როდესაც 14 წლის ხდებოდნენ, ბიჭები თინეიჯერების სკოლაში გადაჰყავდათ. ხოლო 18 წლის ასაკში ყველა ბიჭისთვის სავალდებულო იყო სამხედრო სკოლის გავლა, რომელიც 2 წელიწადს გრძელდებოდა. 30 წლის ასაკში უკვე პოლიტიკური საქმიანობაც შეეძლოთ და უმეტესად ამ ასაკშივე ქორწინდებოდნენ. საერთო ჯამში გოგონებისა და ბიჭების აღზრდის წესი სხვადასხვაგვარი იყო, მაგრამ სხვა ცივილიზაციების მსგავსად წესების დარღვევის გამონაკლისებიც არსებობდა. ამის მაგალითი დელფოსის ფილოსოფოსი ქალებია, რომლებიც პაოლო პითაგორას მასწავლებლები და ზოგადად პირველი ევროპელი ფილოსოფოსები იყვნენ.